კარგად მესმის ამ მისიის სირთულე და არსებული გამოწვევები. Your service alongside your U.S. Marine Corps brothers and sisters in Helmand will do many things for Georgia, Afghanistan, and the world. The instructors, USMC instructors, and who for your inspiring message in support. Ambassador Nolan, thank you very much, sir, for your presence here today. And ზადარის საბრძოლო დროშის მისაღებად. ემსახურები საქართველოს ემსახურები საქართველოს carry all these and mount them on your wall at home. Thank you very much for everything. What you did for our country. Thank you very much. ვიზიტი საკმაოდ დატვირთული ჰქონდა გენერალ ლეიტენანტს იყო შეხვედრები მასკოვას შეხვედრები როგორც სამხედრო ხელმძღვანელობასთან ასევე თავისი თვალით ნახა საბრძოლო მომზადების ცენტრები სადაც ემზადებიან ჩვენი მებრძოლები ავღანეთისთვის მისი შტაბ-ეჭვლებები არის ძალიან დადებითი მოიწონა მის სიტყვაშიც აღნიშნეს რომ ჩვენი დანაყოფები არიან მზად შეასრულონ თავისი რთული მისია ავღანეთში რაც შეეხება ჩვენ დანაყოფებს ისინი გააგრძელებენ იმ სახელოვან გზას რასაც აქამდე აწარმოებდნენ ჩვენი მებრძოლები ამ შორეულ ქვეყანაში და ასრულებდნენ მისიას როგორც ავღანეთის ხალხის დასახმარებლად, ასევე ავღანელი ხალხის დასახმარებლად, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის. დღეს ორი ქვეითი ბატალიონი ჩაენაცვლება ჩვენს ასევე ორ ქვეით ბატალიონს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, რომლებიც ასრულებენ ISAF-ის ოპერაციებს. ეს ორი ბატალიონი არის დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების ბატალიონი. პირადი შემადგენლობა არის მომზადებული იმისათვის, რომ შეასრულოს საბრძოლო დავალება. ჯარისკაცების მორალი, საბრძოლო სულისკვეთება არის ძალიან მაღალი და ისინი შეძლებენ მათზე დაგისებული ამოცანების შესრულებას. It's an honor for us to be here and to be part of this deployment ceremony. What the Georgian troops are doing in Afghanistan is important for Georgia. It will help prepare their troops for to better defend Georgia and to eventually join NATO. It's important for the people of Afghanistan to give them a chance at a normal life, and it's important on a global scale because of what it's helping to do to stabilize the new Silk Road and the East-West corridor that will be so important for the future of the global economy. Georgian armed forces have been training together in support of the Georgian deployment program since 2009, and the program has been an incredible success. I traveled to Hohenfels, Germany for the mission rehearsal exercise of the 31st and Batumi battalions during July and had the opportunity to witness firsthand the training and the professionalism of the 31st and the Batumi battalion. These troops are ready, they're trained, and they're absolutely prepared to undertake the mission that lays ahead in Afghanistan. The Marines in RC Southwest are proud to serve alongside their Georgian brothers. ჯარისკაცების მომზადების დონე საკმაოდ მაღალია. ჩვენ გავიარეთ ინტენსიური გადასროლის ნაწუხნები. ვემზადებოდით მაღალ კვალიფიციური ინსტრუქტორებთან, როგორც ქართული მხრიდან, ისე ამერიკელი ინსტრუქტორების მხრიდან. ასევე გავიარეთ ერთვიანი გადასროლის წინამომზადება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ეს იყო ამოცანასთან მიახლოებული წუხნები, სადაც ქვედანაყოფმა ჩვენა საკმაოდ მაღალი შედეგი და საკმაოდ დიდი შეფასება დაიმსახურა.